მოგესალმებით. მე ვარ სერგი კლდიაშვილი და თქვენ უყურებთ Sportline-ის YouTube არხს. დღეს მინდა გესაუბროთ სამეფო კლუბზე, უფრო კონკრეტულად კი ჩაბი ალონსოს მადრიდის რეალზე. კლუბზე, რომლისგანაც ყველა რაღაც განსაკუთრებულს მოელის. კარლო ანჩელოტი ამბობდა, ამ კლუბში თუ ერთი ფრე მაინც ითამაშე, უკვე იწყება საუბარი რაღაც პრობლემებზე და მართლაც ასეა. ალონსომ სამი ფრე მიაწყო ერთმანეთს და ინტერნეტი მაშინვე გაივსო ნეგატიური და საეჭვო სანდოობის ინსაიდერული ინფორმაციებით. რომელი მათგანია მართალი და რომელი არის ყვითელი პრესის შედევრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს და არც ვიცი. ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, რომ ეს ჭორები და ეს ნეგატივი გარდაუვალი იყო ჩაბი ალონსოს მოსვლის პირველ პერიოდში იმ ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, რასაც იგი აპირებს კლუბში და ამ დროს ჩვენ გულშემატკივრებამ მთავარია არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ამ ჭორებს. საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა გარემოში მოვიდა ალონსო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და რატომაც ხშირად მას ყურადღებას არ აქცევენ. ალონსო კი მოვიდა გუნდში, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში 6-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. კი, შეიძლება მითხრათ, რომ ამ გუნდიდან მხოლოდ კარვახალი დარჩა რეალში, თუმცა მარტო კარვახალიც ერთგვარი მემკვიდრეობის შეგრძნებას მაინც ტოვებს. ხოლო 2022 წლის შემადგენლობიდან დღევანდელ რეალში თამაშობენ ვინისიუსი, როდრიგო, მილიტაო, კურტუა და სხვა ფეხბურთელები. მათ ორ-ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოგებული. ტიტულების გარდა გემახსოვრებათ, რომ ეს მადრიდის რეალი თამაშის თავისებური სტილით გამოირჩეოდა. ამ თამაშის განხილვა არაერთი არსებობს და ამ თამაშს რაღაც ჯადოსნურსაც უწოდებენ და ეს არ არის დღევანდელი ვიდეოს თემა. ამიტომ მოვიყვან მხოლოდ ერთ სტატისტიკურ მაგალითს, რათა გაჩვენოთ თუ რაოდენ არასტანდარტული იყო ეს გუნდი. ეს არის შექმნილი და დაშვებული მომენტები. ბოლოს როცა რეალი ამ პარამეტრში საუკეთესო იყო, 19-20 წლების სეზონი იყო ლა ლიგაში და ბარსელონას სათავეში ჯერ ერნესტო ვალვერდე ედგა, ხოლო შემდეგ კიკე სეტიანი ძალიან დიდი ხნის წინ იყო. იგივე პერიოდში ლიგის შედეგებს თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ როდესაც რეალი ჩემპიონთა ლიგიდან ვარდებოდა, ოპონენტები მეტ მომენტებს ქმნიდნენ მადრიდის კართან. მაგრამ როდესაც რეალი ბოლომდე გადიოდა ამ გზას და იგებდა, ოპონენტები მაშინაც მეტ მომენტს ქმნიდნენ. ანუ 7-დან 8 შემთხვევაში რეალი იგებდა მაშინ, როდესაც ოპონენტი უფრო მეტ მომენტს ქმნიდა მის კართან. გამონაკლისი მხოლოდ ტუხელის ბაიერნთან შეხვედრა იყო, როდესაც რეალმა უფრო მეტი მომენტი შექმნა. ეს სრული ანომალიაა. შეიძლება ამ სტატისტიკას ყურადღება არ მივაქციოთ და ვთქვათ, რომ მთავარია ცხრილის რა ნაწილში დაასრულებს სეზონს. თუმცა ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი. იგი კი არა აუფასურებს მადრიდის მოგებებს, არამედ პირიქით თამაშის ხარისხის გაზომვის ისეთი პარამეტრი, როგორც არის დაშვებული და შექმნილი მომენტები, უშვებს რაღაც მნიშვნელოვან დეტალს რეალის შემთხვევაში. ეს არის უნიკალურობა და ვინ იცის ამ უნიკალურობის შესახებ უკეთ თუ არა რეალის ფეხბურთელმა. ეს გასახდელი უპრეცედენტო გავლენით სარგებლობდა მსოფლიო ფეხბურთში. საუბარია გუნდზე, რომელშიც თამაშობდა კრისტიანო რონალდო. იგი ბურთის გარეშე საერთოდ არ მუშაობდა და იმდენ გოლს იტანდა, რომ საჭირო გახდა ტაქტიკის ამაზე მორგება. ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში. და საერთოდ, მოურინიოს შემდეგ რეალს მხოლოდ 2 მწვრთნელი მოერგო. ჯერ ანჩელოტი, შემდეგ ზიდანი, შემდეგ ისევ ზიდანი და შემდეგ ისევ ანჩელოტი. რა აერთიანებდათ მათ? ისინი არ არიან ტიპიური მწვრთნელები, რომელიც თამაშობენ ტიპიურ თანამედროვე ფეხბურთს. რეალს პერიოდულად შეეძლო მაღალი პრესინგის ჩართვა და ამ ინსტრუმენტის გამოყენება, თუმცა ეს არ იყო მათი მთავარი ინსტრუმენტი. ბურთის მიცემა, დაბლა ჩაჯდომა და კონტრშტაბებზე თამაში, ეს ჩვეულებრივი მოქმედი ტაქტიკა იყო ორივე შემთხვევაში. რეალი ასე თამაშობდა რონალდოსთან ერთად, ბენზემასთან ერთად და ვინისიუსთან ერთად. ამან შედეგი მოიტანა და სტატისტიკა ჩიხშით ჩააყენა. რეალმა დიდხანს გაწელა მომენტი, როდესაც კლუბი წარმატებული იყო თამაშზე საკუთარი მიდგომის გამოყენებით. თუმცა ადრე თუ ვიან მაინც ხდება კითხვა. რა იქნება შემდეგ? რაც უფრო უნიკალურია მწვრთნელი და ფეხბურთი, რომელსაც იგი კლუბს ათამაშებს, მით უფრო რთულია მისი შემცვლელის პოვნა. როდესაც ზიდანი წავიდა, მისი შემცვლელის პოვნა რთული აღმოჩნდა და მათ ანჩელოტის მოყვანა მოუწიათ ისევ. ეს მართალია ტრიუმფი იყო, თუმცა ეხლა, როდესაც ანჩელოტი წავიდა, რას იზამენ? ზიდანს მოაბრუნებენ? ასეთი ტიპის მწვრთნელის პოვნა ძალიან რთულია და თუ არაპროვინციულ და ტიტულების მხრივ წარმატებულს ვეძებთ, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია. ანჩელოტის წასვლასთან ერთად რეალი მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც არსებობის მეთოდის შეცვლა გახდა საჭირო. გენიალური ანჩელოტიც კი ბოლოსკენ უკვე ვეღარ უმკლავდებოდა დაგროვებულ წინააღმდეგობებს. ალონსოს რამოდენიმე მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია, რომელიც არ ეხება ტაქტიკურ ასპექტს. პირველ რიგში იგი ჩვენიანია. მან რეალთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. შემდეგ იგი გამარჯვებულია. იგი არა უბრალოდ თეორეტიკოსი იდეებით, არამედ მწვრთნელია, რომელმაც ახლახანს დაიწყო ეს საქმე
და უკვე მნიშვნელოვანი ტიტული გააჩნია. და მესამე, წარსულში იგი თავად იყო ფეხბურთის ვარსკვლავი. ამიტომ მას ძალიან კარგად ესმის თუ როგორ არის მოწყობილი ვარსკვლავური გასახდელი. ყველა ეს თვისება ცალკე მნიშვნელოვანი, თუმცა მათი ერთობლიობა იძლევა შესაბამის ავტორიტეტს, რათა ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინო კლუბში და ფეხბურთელები გამოიყვანო კომფორტის ზონიდან. მას ვერავინ ეტყვის, რომ ვერ გაიგო სად მოხვდა და ყოველთვის ასე თამაშობდნენ. პირიქით, მან ძალიან კარგად იცის სად მოხვდა და იგი იდეალურ ადგილასაა. ხოლო ამის შემდეგ იწყება ყველაზე რთული. ფეხბურთელების ამ ჯგუფს, რომლებიც გადავსებულები არიან საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს და მწვრთნელი საკუთარ ტაქტიკას მათარგებდა, უნდა უთხრას, რომ გამოვიდნენ საკუთარი კომფორტის ზონიდან და დაიწყონ სხვანაირად თამაში. შეხვდება თუ არა მწვრთნელი წინააღმდეგობას? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იქნებიან უკმაყოფილო ფეხბურთელები და რა თქმა უნდა, იქნება მცდელობები, რომ ეს უკმაყოფილება საჯარო გახდეს ნაცნობი ჟურნალისტების თუ გაჟონების დახმარებით. იქნება საუბრები, რომ ალონსოს კომპეტენცია არ ყოფნის და რომ ხელმძღვანელობა მისით უკმაყოფილოა. ერთხელ რუდიგერმა თქვა, თუ კროსი და მოდრიჩი ჩუმად არიან, მაშინ მე ვინ ვარ, რომ ვილაპარაკო. კროსი და მოდრიჩი არა მარტო მოედანზე იყვნენ ლიდერები, არამედ პროფესიონალიზმის ეტალონები იყვნენ და ზოგადად ჯერ კიდევ რონალდოს დროიდან მოყოლებული რეალის განსახდელში მეფობდა ფიზიკური მომზადების კულტი. მწვრთნელს არ უწევდა დიქტატორობა, რათა გუნდი ფორმაში ყოფილიყო და პინტუსის მეთოდებიც ყველას აკმაყოფილებდა. მოდრიჩის და კროსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება უნდა ვთქვა, რომელიც რუდიგერის სიტყვებშიც ჩანს. მათ იცოდნენ ჩუმად ყოფნა და ბანალური სიტყვები რო ვთქვა, მოედანზე საუბრობდნენ. თუმცა ისინი დღეს რეალში აღარ არიან, ხოლო საუბარი ძალიან ბევრია. 58% ბურთისფლობა, 99% პასების სიზუსტე. ეს დაახლოებით იგივე არა წინა სეზონში და წარმატებული წინა სეზონისგან ოდნავ განსხვავდება. ცვლილებები უფრო ეხება უბურთად თამაშს. ანდერსტატის მიხედვით პრესინგის ინტენსიურობა ახალ სეზონში 9.2-ია, ეს მეოთხე ადგილია. წინა სეზონში 11.1 იყო, ეს მერვე ადგილი იყო, ხოლო წარმატებულ წინა სეზონში, როდესაც რეალმა ორმაგი დუბლი დადო, იყო 11.9, რაც მე-11 ადგილი არის. გადავიდეთ პრესინგის თავისებურებებზე. დღეისათვის თითქმის ყველა იყენებს პერსონალურ პრესინგს. თუმცა დიდი კლუბებიც კი ტოვებენ ერთ ფეხბურთელს შორეულ ფლანგზე, რათა დაცვაში შეინარჩუნონ უმრავლესობა. თუმცა რეალი ასე არ იქცევა. ბარსასთან თამაშიც კი რეალი მაღალი წნეხის ეპიზოდებში სხვანაირად თამაშობდა. იგი ყველა ფეხბურთელს პერსონალურად იყვანდა, მათ შორის შორეულ ფლანგზე. ანუ, თუ ბარსელონა 6 ფეხბურთელით ათამაშებდა თავის საჯარიმოში ბურთს, რეალიც ოპონენტის საჯარიმოში 6 ფეხბურთელით იყო წარმოდგენილი. ეს არა მარტო გაბედული სტილია, არამედ საკმაოდ მომთხოვნიც. არავის არ აქვს უფლება გააყალბოს. თუ რეალის ფეხბურთელები ვინით და მბაპეთ დაწყებული არ მიაქცევდნენ შავ სამუშაოს ყურადღებას, მაშინ თამაში საერთოდ სხვა სცენარით განვითარდებოდა. თუმცა მათ იმუშავეს და ასეთმა შრომამ შესაბამისი შედეგიც გამოიღო. და სწორედ ასეთი სტილი რეალის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ბენეფიტს იძლევა, რადგან ფეხბურთელების მაღალი კლასიდან გამომდინარე, თუ ბურთის ჩაჭრა ხდება მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს, ეს მომენტები ხშირად გოლებში კონვერტირდება. შეხედეთ, რეალი მეოთხეა პრესინგის ინტენსიურობის მიხედვით ლიგაში. მესამეა მაღლა ბურთის დაბრუნების რაოდენობით. ანუ, როდესაც მოწინააღმდეგის კარამდე 40 მეტრზეა ნაკლები და პირველ ადგილზეა ფორით, როდესაც ამ მომენტების კონვერტირება ხდება დარტყმაში. ბარსასთან თამაში ეს პოზიტიური შედეგია, თუმცა მოდი ნეგატიურსაც შევხედოთ. ლივერპულთან თამაში. კარგად ნაცნობი პრესინგ სქემა, თუმცა პირველ შემთხვევაში რეალმა მოიგო, ხოლო მეორე შემთხვევაში საშინლოდ გამოიყურებდნენ და წააგეს. რატომ? გარდა იმისა, რომ ყოველთვის მწვრთნელზე ყველაფერი არ არის დამოკიდებული, მაგალითად ვინის კარგი ან ცუდი დღე. თავარი ის არის, რომ ტაქტიკურად ეს ორი სრულად განსხვავებული შეხვედრა იყო. თუ ბარსელონასთან რეალს 32% ჰქონდა ბურთისფლობა, ლივერპულთან ეს მაჩვენებელი 61%-მდე გაიზარდა. თუ ბარსაზე ვისაუბრებთ, ფლიკი არ მოერგო რეალის გეგმას, ხოლო ლივერპული სრულად მოერგო ამ გეგმას და საუბარი არ არის მხოლოდ ბურთის ფლობაზე, აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ განკარგავდნენ ამ ბურთს. შედარებისთვის ზემოთ გაჩვენებთ შესნის პასების რუკას, ხოლო ქვემოთ მამარდასი. ხედავთ, რომ შესნის საერთოდ არ უცდია ოპონენტის ნაწილზე ბურთის გადაგდება, ხოლო მამარდამ ეს პირველივე ტაიმში დაიწყო. აქ განსხვავებას მხოლოდ მეკარეების პასები არ იძლევა. ლივერპულს ამ თამაში 45 ლონგბოლი ჰქონდა. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ზოგადად ლივერპულისთვის დამახასიათებელი, თუმცა ბურთის ფლობა ორჯერ ნაკლები იყო, რაც საერთოდ ცვლის თამაშის სქემას. პერსონალური პრესინგის და ჰაუსენის მაღლა ამოწევის საწინააღმდეგო სლოტმა შემტევი ფეხბურთელების საკმაოდ უცნაური განლაგება მოიფიქრა. ბურთის თამაშის შემოყვანის დროს ფეხბურთელები მარჯვენა მხარეს გროვდებოდნენ, რითიც მადრიდელთა თამაშის სტრუქტურას ანგრევდნენ.
რეალს საკუთარი ტაქტიკა რომ არ დაეჯნა, შესაძლოა თამაში სხვანაირად დასრულებულიყო, მაგრამ როგორც ფლიკმა კლასიკოში, ალონსომ ვერ შეძლო საკუთარი ტაქტიკის დათმობა. ამის გამო შეიძლება ვიდაოთ, რამდენად მართალია ალონსო რომ ბურთს არ თმობს. თუმცა შეგვიძლია იმაზე შევთანხმდეთ, რომ ალონსო არ არის ერთ ტაქტიკაზე მიბმული მწვრთნელი. მან არაერთხელ დათმო ბურთი, მაგალითად კლასიკოში ან მარსელთან. მართალია უკანასკნელ შემთხვევაში კარვახალი გაგვიგდეს, თუმცა წითელ ბარათამდეც რეალი დიდად არ ფლობდა ბურთს, თუმცა უფრო ინტენსიურად აპრესინგებდა. თუ ამ მცირე მოცემულობის კანონზომიერებაში მოქცევა შევეცვლებით, იგი შემდეგნაირად შეიძლება ჟღერდეს. ალონსო მზად არის, რომ დათმოს ბურთი, თუ დარწმუნებულია, რომ ოპონენტი იგივეს არ იზამს. მას არ უყვარს იმის თამაში, თუ ვინ დათმობს ბურთს უკეთესად. ეს ქმნის თამაშის ქაოტურ სურათს, როდესაც ბურთის ფლობა ხშირად იცვლება. ეს არ არის მისი სტილი. სეზონის დასაწყისში ჩვენ დავინახეთ რა სურს ალონსოს გუნდისგან. დომინანტური ფეხბურთი, ბურთის ფლობა, დაკარგვის შემდეგ ბურთის დაბრუნება და უბურთო პრესინგი. გარკვეულ შემთხვევაში იგი მზად არის კომპრომისისთვის ბურთის დათმობის შემთხვევაში, თუმცა ზოგჯერ იგი თავისი სტილის ერთგული რჩება, როგორც ლივერპულის შემთხვევაში. ეს არ არის რაღაც ფანატიკური მიდგომა და მის სტილისტიკაში გარკვეული პრაგმატიზმით შეინიშნება. ამავდროულად ალონსო არ ცდილობს კარლოსავით ფეხბურთელების გულის მოგებას ტაქტიკით. და არსილობს ეს ტაქტიკა ფეხბურთელებს მოარგოს. პირიქით, მას თავისი სტილისტიკა აქვს, იგი მუდმივად თავისი თავიდან გამომდინარე თამაშობს და არა ოპონენტიდან გამომდინარე. რეალმა ჩაატარა 20 შეხვედრა, საიდანაც 15 მოიგო, 2 წააგო და 3 უფრე ითამაშა და საშუალოდ 2.25 ქულა აიღო ერთ თამაშში. ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენრიკეს იგივე მონაკვეთში ბევრად ცუდი შედეგები ჰქონდა შედარებით ნაკლებ კონკურენციაში. ამიტომ ალონსოს კრიტიკა რაიმე კონსტრუქციული კი არ არის, ეს არის უბრალოდ უკმაყოფილო ფეხბურთელები, რომლებიც სხვანაირ თამაშს მიეჩვენენ და უჭირთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. გულშემატკივრების კრიტიკაც არაკონსტრუქციულია. ისინი, ვინც კონტექსტის მიუხედავად მოგებას მიეჩვენენ, მოუწევთ გაიაზროთ, რომ კონტექსტს მნიშვნელობა აქვს და მას შეიძლება გავლენა იქონიოს თამაშის შედეგზე. იდეალურ ვარიანტში რეალს მოუხდებოდა გაახალგაზრდავებული ანჩელოტი, რომელიც უკვე იქნებოდა გამოცდილი და მოგებული, ამავდროულად მოტივირებული და ახალი იდეებით ახსავსე. მოკლედ, კლუბს სჭირდება გენიალური ტაქტიკოსი, კარგი დიპლომატი და სერიული გამარჯვებული. და მოდით არ გამოურიცხოთ, რომ ალონსო შეიძლება ასეთიც გახდეს, რადგან არა მარტო ის ცვლის კლუბს, არამედ კლუბიც ცვლის მას. და დროთა განმავლობაში შეიძლება კლუბმა მიიღოს მწვრთნელი, რომელიც შეძლებს სტატისტიკის დანგრევას და კვლავ საოცრებების მოხდენას. ან პირიქით, აღმოჩნდება, რომ გრძელ დისტანციაზე ალონსო ვერ უხაჩავს ტოპ შეხვედრებს, ვერ უძლებს წნეხს და რეალი კარგავს წამყვან პოზიციებს. ამ დროს კრიტიკა უკვე კონსტრუქციული გახდება, თუმცა ჯერ ადრეა. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 2 წაგება და 1 მოგებული კლასიკო. ამიტომ სანერვიულს მე ჯერ ვერ ვხედავ. დამშვიდობებამდე კი არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და კომენტარებში დამიწერეთ რა სახის კონტენტი გაინტერესებთ. შეხვედრამდე.